გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. მოკლედ გეტყვი. გამტარში მუხტის მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება. არ არსებობს ადამიანი 21 საუკუნეში, რომელსაც ყოველდღიური შეხება არ ჰქონდეს ელექტროენერგიასთან. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დღემდე ტყეში ან გამოქვაბულებში ასე გვასწავლიან სასწავლებლებში და ეს სრული სიმართლეა. თუმცა, როდესაც პრაქტიკასთან მიდგება საქმე, უნივერსიტეტიც, კოლეჯის უმეტეს შემთხვევაში თავიდან ირიდებს პრაქტიკული სამუშაოების ჩვენებას და მონაწილეობის მიღებას და გვეუბნებიან, რომ მოძებნეთ კომპანიები, მოძებნეთ ისეთი სამუშაო, სადაც გაივლით საწარმოო პრაქტიკას. რატომ? თუ მე ვიხდი გადასახადს ან მოვიპოვე დაფინანსება იმისათვის, რომ ვისწავლო სასწავლებელში როგორც თეორია და პრაქტიკა, კეთილი ინებეთ და გვასწავლეთ ეს როგორ ხდება თეორიულად და ასევე პრაქტიკულად. მე მარტივად გეტყვით ახლა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პრაქტიკაში გაჩვენოთ ეს ყველაფერი და ასევე თან დავურთო მინიმალურ დონეზე მაინც თეორია. ეს არის ელექტრომაგნიტური გამშვები და მისი ფუნქცია არის მაღალი სიმძლავრეების გაშვება და ავტომატიზირებული სისტემების გაშვება. როგორ მუშაობს ის არის რთული ინჟინერული კონსტრუქცია, მაგრამ შედგება მარტივი ინჟინერული კონსტრუქციებისა და დეტალებისაგან. მარტივი იმიტომ, რომ ბევრ მნიშვნელოვან პატარ-პატარა დეტალებს შეიცავს. რთული, იმიტომ რომ მთლიანობაში ბევრი ესეთი კონსტრუქცია ნაწილი არის შიგნით. მაგრამ თუ ჩვენ მივუდგებით მათ კომპლექსურად და თითოეულ მათგანს შევისწავლით, მაშინ ის ჩვენთვის გახდება მარტივი. რო ვისაუბრო მე მის თეორიულ ნაწილზე, ბევრი გსმენია თქვენს, მაგრამ მოდი ნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს და რას აკეთებს. ელექტრომაგნიტური გამშვები. დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მას შიდევს მაგნიტი, რომელიც მასზე ზემოქმედების შედეგად, როდესაც მასზე იმოქმედებს ელექტროენერგია, ფაზური და ნეიტრალი ან პლუსი და მინუსი, ის მაგნიტი უკვე ამოქმედდება, კორპუსის წინა ნაწილში ჩამაგრებული არის რკინის დეტალი, რომელიც ითვლება კონდაქტორად, მაგნიტისკენ მიიზიდავს და მას ჩართავს. ჩართვის პროცესი არის ზედა ტერმინალში დაერთებული დენები, ფაზანოლი, ფაზური და ნეიტრალური ფაზები, ფაზა 1, ფაზა 2, ფაზა 3, უკვე ქვედა კონტაქტში გამოვა და აქედან უკვე წავა